ჩვენ არა ვართ ოცნებასთან დაკავშირებული, რეალისტი ხალხი ვართ ჩვენ. ყველა მიმართულებით. ეხლა ერთი გითხარი ყოველგვარ დროშისტარის ცემის ფაქტის გარეშე როგორ მოხვდი აქა და რა არის ეს ორგანიზაცია მარტივად ვიცავ ყოველთვის დასაქმებულებს მე არასდროს არ დამიცავს კომპანია ან არა თუ შევხედავთ საშუალო ხელფასის სტანდარტს ქვეყანაში ვნახავთ რომ 40%-ით ამ სექტორში დაბალია მაინც ხელფასები აი ეს მედიდები პარადოქსები იგივე რაოდენობა გადინება მოხდა ერთ ექიმს რა 400-500 პაციენტი ეყოლება და თან მონაცვლეობენ ესენი ხო ერთ კლინიკაში და ერთ დაწესებულებაში არც ერთი მათგანი არ მუშაობს ბევრ სამსახურს ათავსებენ ადამიანის ან სამსახურს არ დაკარგავს ირიდება კონფლიქტში შესვლას დამსაქმებელთან ძალიან ბევრ ადამიანს არც აქვს ეს უფრო მეტიც არც ეძლევა საშუალება რომ შრომის ხელშეკრულება წაიკითხოს უფლებები მხოლოდ დამსაქმებლის დასაქმებულის უფლებები ნუსხმოდ კი ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს ყოველგვარი ბრძანების მერე დააწიეს გზაში სასამართლოს მოიწევს ბრძანება ჩვენი მოთხოვნაა და ერთადერთი მე მგონი საკითხი რაც ბიზნესთან თანხმდებით არის რომ სპეციალიზირებული სასამართლო შრომის დავებზე უნდა იყოს ისეთი წინააღმდეგობა შეხვდა პარლამენტში კინაღამ ამოუწყვეტეს რაღაცა ცვლილებები შეიტანეს და ამახინდეს გაუბედურეს რაც ჩვენ მოვითხოვეთ ის არ გააკეთეს და რაც გააკეთეს იმაშიც კი არსად არ თქვეს რომ ეს იყო ჩვენი ინიციატივა ხიჭი რო შეგერჯობა რაღაცა ეგეთი ჭირს რა ხიჭი ხო ძალიან უხერხული არის 20 ლარიანი ხელფასი ყო შერჭობილი ხიჭები და ეს აღარ დამთავრდა ეს კი სანამ ვინმე არ გადმოვარდება გადაიჭეხება იქ თავს არ მოიკლავს ისე ვინც აქვია ლურსმანი შეერჭობა შლოპანში მანამდე ამბავი არ ატყდება ჩვენთან პროფესიული დაავადებების კვლევა საერთოდ აღარ ხდება ისინი გამოიძახეს ხალხი უთხრეს გერმანიაში გასაქმებთ რომ დაიძრა აღდგა სრულიად დასაქმების მოსურნე ხალხი და წავიდა გერმანიაში და ბოლოს აღმოჩნდა რომ საშინელ პირობებში აღმოჩნდნენ ეს ადამიანები საქართველოში პრაქტიკა ისეთია მორალურ ზიანთან დაკავშირებით არასახარბიელო კი არა შეურაცხმყოფელი მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო ჩვენი საიუბილეო 1000 სიუჟეტით თუ ეპიზოდით აი ახლა აქ შუშხუნები უნდა იყოს რაღაცა ტორტი მაგრამ ეგ ჯერ ადრეა ლევან კი ისე შენს რა ლურჯი ხარ დღეს ეს სულ ლურჯია ყველაფერი ლურჯია და რაღაცა ცოტა ისე წვანე გზა კონდეს რომ ოცნებებისკენ მიდიხარ ოცნება და ლურჯი ახლა ცოტა კი არის დაკავშირებული მაგრამ ჩვენ არა ვართ ოცნებასთან დაკავშირებული რეალისტი ხალხი ვართ ჩვენ ყველა მიმართულებით ეს შესავლისათვის ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ მადლობელი ვარ თქვენი პატივცემულო მაყურებლებო და მსმენელებო ჩვენმა მედია პლატფორმამ წინ გაიწია როგორც ვიცით მონაცემები არის საიმედო გვაქვს კარგი ნახვები გვაქვს რაღაცა რეკორდებსაც ვამყარებთ გარკვეულ პლატფორმებზე და გაგვიხსნეს ლაივი TikTok-ზე და Facebook-ზე და დავამკვიდრეთ ესეთი ტრადიცია რომ ყოველ პარასკევს საღამოს 8 საათზე გავდივართ ლაივით და გვექნება კონკრეტული თემები. აი ესეთ წინსვლაში და განვითარებაში გახლავართ და ძალიან გვიმართლებს სტუმრებში. აი ძალიან გვიმართლებს სტუმრებში. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ, ბევრი რო არ გავაგრძელო და დრო არ წავიღო, იმიტომ რომ სალაპარაკო ძალიან ბევრია. რაისა ლიპარტელიანი რაისა როგორ მოგმართო ისეთი ახალგაზრდა ხარ ძალიან მენანები ხარ ქალბატონო რაისა დაგიძახო როგორ გირჩევნი ურთიერთობთ ხოლმე შენობით კოლეგები ვართ მეგობრები ვართ ჩვენი რაისა საუკეთესო ნიჭიერი ლამაზი და რაც ყველაზე საინტერესოა და მთავარია თქვენთვის პატივცემულებო ეს გახლავთ რომ რაისა არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტი 2025 წლის ოქტომბრიდან არის არჩეული 4 წლის ვადით და ეს ნიშნავს რომ აი მარტივად პროფკავშირები პროფესიული კავშირები ხალხს მე მგონი დაავიწყდა ეს პროფკავშირები რა არის პროფესიული კავშირები ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოა და იმ ხელა ძალაუფლება
აქვს ამ ორგანიზაციას, თუ კი გვეცოდინება რა არის ეს და როგორ შეიძლება გქონდეს კავშირი ამ ორგანიზაციასთან. ეხლა პატარა სიმსუბუქისათვის თემას შემოვიტან. მე 90-იან წლებში დიდი გაწევ-გამოწევა ხო იყო ამ ორგანიზაციაში და შრომის სასახლეში იყო არჩევნები და მე ვესწრებოდი აღარ მახსოვს რომელიღაც გაზეთიდან და სათაურად იცი რა დავაწერე აქ ამბავი საქართველოს დროშის ტარით ცემისა და სხვათა შესახებ. საქართველოს დროშის ტარით ცემეს ერთმანეთი ვიღაცები კარი ჩაკეტეს. ესე იგი რა ხდებოდა იცი პროფკავშირის თავმჯდომარეობის არჩევნები იყო და ამოწყვიტეს აშუქებდით მე ვაშუქებდი და დავინახე რომ დროშის ტარით ცემდნენ ერთმანეთს. სათაურად გაუშვი. აქ ამბავი საქართველოს დროშის ტარით ცემისა და სხვათა შესახებ და ნუ უკვე რეპორტაჟი კი აღარ იყო. გამოვიდა ფელეტონი. იმიტომ რომ მაგრამ ერთ ძალიან დიდ მონდომებას ვატყობდი ყველას რომ ყოფილიყვნენ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში. ეხლა ერთი გითხარი ყოველგვარი დროშის ტარის ცემის ფაქტის გარეშე როგორ მოხვდი აქა და რა არის ეს ორგანიზაცია მარტივად მოგესალმებით პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს და მსმენელსაც მივესალმები და პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით იმის გამო რომ მომიწვიეთ ძალიან მიხარია რომ საინტერესო პოდკასტი გამოგივიდათ მით უმეტეს რომ ჩემი კოლეგები ხართ ორივე თან პარალელურად ჟურნალისტები და ფაქტია რომ აი ამ კომბინაციამ ძალიან გაამართლა და მით უმეტეს რომ ბედნიერი ვარ რომ თურმე საიუბილეო გადაცემაში მონაწილეობ მეათე გადაცემა არის და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ და ვფიქრობ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ აშუქებთ ისეთ აქტუალურ თემებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებთ. ყველა პირობა გვაქვს ამისთვის. რაც შეეხება ჩემს ამ ორგანიზაციაში საქმიანობას, უკვე 2007 წლიდან მუშაობ მე ამ ორგანიზაციაში, პირველად დავიწყე იურისტად მუშაობა და ნელ-ნელა მოვედი ამ პოზიციამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან მსხვილი ორგანიზაცია, ქვეყანაში მოქმედი ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაცია 100,000 მეტ ადამიანს აერთიანებს სხვადასხვა სექტორში. ყველანაირი პროფესიის, ექიმები, ყველა პროფესიას ფარავთ, ეკონომიკის ყველა სექტორს და თან თელ ქვეყანას. ასეთი მსხვილი ორგანიზაცია რეალურად ქვეყანაში არც არსებობს. მე არის ადვოკატთა ასოციაცია და ბედნიერი ვარ რომ აქაც მუშაობ და ვარ ჩართული მის საქმიანობაში და კი ბატონო და ამ ორგანიზაციაში ასევე ბოდიში პრაქტიკა გაქვს საადვოკატო შრომის სამართლის მიმართულებით მე ყოველთვის მუშაობდი ამ მიმართულებით და თან ვიცავ ყოველთვის დასაქმებულებს. მე არასდროს არ დამიცავს კომპანია ან არასდროს ყოველთვის დასაქმებულს ვიცავ და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ ამ ორგანიზაციაში მუშაობას, დღეს ის ორგანიზაცია არ არის ისეთი, როგორც მაშინ გახსოვთ, იმიტომ რომ მე განიცადა არაერთი რეფორმა და უკვე დემოკრატიული არჩევნების შედეგად მიიღება გადაწყვეტილებები და შესაბამისად ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო რომ ამ ადამიანებმა მომანიჭეს ეს მანდატი და რა თქმა უნდა გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ რაღაცნაირად გავამართლოთ ან 4 წლის ვადით ხარ 4 წლის ვადით კი 4 წლის ვადით და მოკლედ ვცდილობ რამდენად კავშირი გაქვთ უცხოურ ასეთივე ორგანიზაციებთან გაქვთ ესეთი ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს არაერთ პროფკავშირებთან ერთი რომ ჩვენ ვართ გლობალური საერთაშორისო პროფკავშირების წევრი და რეგიონული სტრუქტურის პანევროპული რეგიონული საბჭოა მისი დამფუძნებელები ვართ და ამავდროულად მე ამ ორგანიზაციაში პრეზიდენტის მოადგილე გახლავართ ამ ეტაპზე ასევე არჩეული პოზიცია და ასევე ამ ორგანიზაციის ქალთა კომიტეტში წევრიანდები. ძალიან მნიშვნელოვანია და ვამაყობთ რომ ჩვენ 2 წლის წინ გავერთიანდით საერთაშორისო ორგანიზაციაში იგივე პროფკავშირების რომელიც აერთიანებს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს. ეს არის ევროპის პროფესიული კავშირების გაერთიანება, სადაც ევროკავშირის ქვეყნები შედიან. თუმცა ჩვენმა სტატუსმა, კანდიდატის სტატუსმა და ჩვენმა მრავალწლიანმა მუშაობამ ამ საერთაშორისო დონეზე და ჩვენმა გამოცდილებამ და იმიჯმა მოგცა ეს საშუალება, რომ გავწერიანებულიყავით მასთან, რაც ჩვენთვის დიდი პატივია და კიდევ უფრო მეტ გზას გვიხსნის, რომ ვიურთიერთოთ და გავიზიაროთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება. ჩვენ ძალიან ბევრი ქვეყნის პროფკავშირებთან თანამშრომლობთ ძალიან ბევრი წელია, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან, სადაც ვთვლით, რომ არის პროფკავშირები, რომელიც არის
დემოკრატიული და არის მნიშვნელოვანი მათთან თანამშრომლობა ისევ და ისევ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების კუთხით. ზოგჯერ ჩვენ უზიარებთ იქით გამოცდილებებს ძალიან ბევრ ქვეყანას, იმიტომ რომ ამ მრავალმა წელმა დაგვიგროვა გამოცდილება თუნდაც შრომის სფეროში ჩვენ ძალიან ბევრი ქარტეხილი გადავიტანეთ და დავიწყეთ რეალურად ამ სტანდარტების დამკვიდრება მინუსებიდან შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აი ეს 2006 წელს, როდესაც ეს შრომის რეფორმა ჩატარდა, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და პოლიტიკა ეს ნეოლიბერალური, რომ უნდა გავაუქმოთ შრომის კანონმდებლობა, შრომის ბაზრის ინსტიტუტები, მოვიზიდოთ ინვესტორები და იმის ხარჯზე რომ დასაქმებული დაუცველი იყოს, ადვილი იყოს მისი გათავისუფლება, მისი ჩაგვრა. კი ბატონო და პირდაპირ ეს პერიოდია, როდესაც იწონებენ თავს და ჩვენ ვისაუბრებთ დარწმუნებული ამ თემაზეც, რომ აი მობრძანდით, ჩვენთან იაფი მუშახელია, 20 ლარი მაქვს მინიმალური ხელფასი, არა მაქვს ყავს მაკონტროლებელი, შრომის ინსპექციის სამსახური არ არსებობდა, არა მაქვს კანონმდებლობა, სასამართლო არსებობს, მაგრამ არის ფორმალური. კი ბატონო და რეალურად ამითი ამაყობდა მაშინდელი ხელისუფალი, რომ მობრძანდით ღია თქვენთვის კარები და გამოიყენეთ ჩვენი სამუშაო ძალა და მოახდინეთ ინვესტირებები და ეს ყველა ინვესტირებები რა თქმა უნდა ძალიან კარგია ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ შრომის დაცვის სტანდარტების და გარემოს დაცვის სტანდარტების დემპინგის ხარჯზე და მაშინ ეს იყო პოლიტიკა. რაისა, აი ეს შევარდნაძის სურახსენე დოკუმენტი. ანუ მე წაკითხული მაქვს ეს და კიდე ძალაშია, ხო ეს 20 ლარი როა მინიმალური ხელფასი. კი ბატონო, ეს არის მოქმედი ბრძანებულება 1999 წელს მიიღო მაშინ შევარდნაძემ, სადაც განსაზღვრა, რომ მინიმალური ხელფასი ქვეყანაში არის 20 ლარი. როდესაც მისი მეუღლე გვეუბნებოდა, რომ 8 ლარი იყო პენსია, წარმოიდგინეთ რა დრო არის. 8 ლარად იცხოვრებო, კარგი დიასახლისიო, კარგ სადას გააკეთე. და რა თქმა უნდა, მაშინაც სიმბოლური თანხა იყო, მაგრამ უკვე ამდენი 2000 წლიდან მოყოლებული, ხო, 27 წელი გავიდა ფაქტობრივად. რატო რა არის ეს ამის გაუქმებას რა უდგას? აი რეალურად ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერ ელევა ამ 20 ლარიან მინიმალური ხელფასის სტანდარტს. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად სირცხვილია და რა თქმა უნდა, ყველასთვის ხადი უნდა იყოს, რომ ახლა 20 ლარიან მინიმალური ხელფასით, რომელი ევროკავშირის სტანდარტებზე და ევროპულ ინტეგრაციაზე არის საუბარი. არა, ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ ჩვენ ხუთჯერ შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა, ახლაც ვაგროვებთ ხელმოწერებს იმისთვის, რომ გადაიხედოს მინიმალური ხელფასის სტანდარტი. უბრალოდ რატომღაც ხდება, რომ უფრო მეტად ითვალისწინებენ ბიზნეს ინტერესებს, გასაგებია რატომაც, ასევე მეორე მხრივ უნდა გვავიწყება, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ძირითადი დამსაქმებელი მსხვილი მაინც არის სახელმწიფო და ისიც უნდა გვავიწყება, რომ ეს 20 ლარიანი მინიმალური ხელფასი და დაბალი ხელფასები ზოგადად ეს არ არის მარტო კერძო სექტორის პრობლემა, ხომ? ძალიან ბევრ სფეროში, მაგალითად სამუსიკო სკოლის პედაგოგებს პირადად ვიცნობ ამ ადამიანებს 35 ლარი რო აქვთ ხელფასი და 100 ლარი და უფრო ნაკლები. ისე არც საბავშვო ბაღის მასწავლებლებს და სკოლის მასწავლებლებს მასწავლებლებს შედარებით მოემატათ ბოლო წლებში, მაგრამ მაინც დაბალანაზღაურებადია განათლების სექტორი. რასაც ის ხალხი შრომობს, არა, რაც იმათ კი ბატონო. აქვთ ჯერ მარტო რამდენი გამოცდები, ახლა ჩემი შვილი არის რაღაც კვალიფიკაცია უნდა მიიღოს, რაღაც უფროსი მასწავლებლის და თელი წელი სამსახურში ხო არის? იმის მერე უნივერსიტეტში ტრენინგები, თელი წელი სწავლობს. ეხლა გამოცდა უნდა ჩააბაროს კიდე და აი არ ვიცი რას მოუმატებენ წარმოდგენდა ეს არაადეკვატურია მათ შრომასთან მიმართებით და თუ შევხედავთ საშუალო ხელფასის სტანდარტს ქვეყანაში ვნახავთ რომ 40%-ით ამ სექტორში დაბალია მაინც ხელფასები, ხო? აღარაფერს ვამბობ ასევე საუნივერსიტეტო სწავლების მიმართულებით, ისევ და ისევ ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სექტორია უნივერსიტეტებში სწავლება და შესაბამისად ბევრი ასეთი დაბალანაზღაურებადი სექტორი გვაქვს, მათ შორის ჯანდაცვა და ჩვენ გვყავს ახლა 9000-მდე ადამიანი, რომელსაც 100 ლარი აქვს დარიცხული და უფრო დაბალი ხელფასი. აი ეს მედდები, პარადოქსები, იგივე რაოდენობა გადინება მოხდა. კი, ესეც აი მაგ ჯანდაცვის სფეროსაც შევეხოთ, რომ პარალელურად ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც 401 ადამიანი არის, რომელსაც საშუალოდ 100,000 და მეტი აქვს ხელფასი და რეალურად ამ ადამიანების რამდენიმე ასეული ადამიანების ხელში არის კონცენტრირებული სახელფასო ფონდის 15%, ანუ უთანასწორობას განაპირობებს შედეგად აი ეს მინიმალური ხელფასი. მაშინ, როდესაც ჩვენ რეალურად საპილოტო რეჟიმში შემოვიტანეთ ჯანდაცვის სფეროსთვის 2023 წელს მინიმალური ხელფასი, საათობრივი ტარიფი დადგინდა, აქაც უნდა ითქვას, რომ ესეც არ არის
მაღალი, მაგრამ შედეგობრივად 25,000-ზე მეტ ადამიანს ამ სფეროში გაუმჯობეს და ხელფასი, იმიტომ რომ იგივე ექთნები ახსენეთ, ხომ დეფიციტური პროფესია არის. მეორე მხრივ, ექთანი არის ისეთი პროფესია, რომელიც ასევე დეფიციტურია სხვა ქვეყნაში, სადაც აქვთ მაღალი დაფასება, იგივე მიგრაციაზე ვისაუბრებთ ჩვენ შრომით მიგრაციაზე და შრომითი მიგრაციის მიზნებისთვისაც ექთნებს ძალიან კარგი ხელმისაწვდომობა აქვთ სამუშაო ადგილებზე, როგორც ლეგალურად, ასევე ოჯახებში თუნდაც, ხო? ანუ მოთხოვნადი პროფესია არის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ ნახავთ თქვენ, რომ ჯანდაცვის სექტორში ყველგან არის დეფიციტი საკადრო, მათ შორის ამ მიმართულებებში, იმიტომ რომ ეს არის დაბალანაზღაურებადი პროფესია და არა აქვთ ადამიანებს ინტერესი, რომ ერთ ექიმს რო 400-500 პაციენტი ეყოლება და თან მონაცვლეობენ, ესენი ხო ერთ კლინიკაში და ერთ დაწესებულებაში არც ერთი მათგანი არ მუშაობს, ბევრ სამსახურს ათავსებენ, ხო? და იცი რა მაინტერესებს, აი ძალიან მაღალია ახლა არ არის დაბალი ანაზღაურება იმისთვის, უბრალოდ დაბალი ფასი არღებს მომსახურება სამედიცინო. აი ეს ძალიან აი ეს საინტერესოა. რანაირად ნაწილდება ესე რომ პერსონალი რომელიც გამოიმუშავებს რეალურად აი ამ თანხას და შემოაქვს ამ კერძო კლინიკებში არის მიზერულ ხელფასზე. რა ხდება? რატომ და ზოგადად ვიცით ჩვენ რომ საქართველოში ჯანდაცვა არ არის ხელმისაწვდომი, ხო? ადამიანების უმრავლესობისთვის ძალიან ძვირი სერვისია, თუ დაზღვევა არ აქვს, უმეტესობა ადამიანების ფიზიკურად ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, იქ რაღაც გამოკვლევების ჩატარებას და წარმოუდგენელია ამ ხელფასებით ამ ტვირთის გაძლება, ხო? მაგრამ მეორე მხრივ პროპორციულად ამ გაწეული მომსახურებიდან ძალიან წირია ხვედრითი წილი, რომელიც მიემართება სამედიცინო პერსონალის ხელფასებს. შესაბამისად ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, ძალიან მომგებიანი ბიზნესი სამედიცინო სექტორი მთლიანად, რომელიც მეორე მხრივ უნდა გვავიზდება, რომ მთლიანად ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. ყველა კერძო კლინიკა ამით სარგებლობს და კოლოსალური თანხები მიდის ბიუჯეტიდან ამ საყოველთაო ჯანდაცვას და ძალიან კარგია საბედნიეროდ, რომ ადამიანები მართლა აი ესეთ უკიდურეს შემთხვევაში ქუჩაში აღარ იღუპებიან, ხო? ეს რეალობა ხო გვაქვს ჩვენ. მაგრამ არაკეთილსინდისიერი და ბოდიში შეგაწყვეტინეთ რა ისა არაკეთილსინდისიერი მიდგომის ფაქტებიც არსებობს. აი მე ნახეთ რას გეუბნები. ადამიანი შეიყვანეს უმძიმესი კლინიკაში, მას აქვს გარკვეული საყოველთაო დაზღვევით პირობით, არ ვიცი რამდენია, მე მგონი 15,000 ლარია თუ რაღაცა. ესე იგი დღეს შეიძლება კვდებოდეს. არა ჩართულიყავთ აპარატზე და აი რომ ამოწურავს ამას ბოლომდე მე გამოგიხსენია ჩვენს ასეთი ფაქტების შესახებ, ესე ხელაღებით ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ იმიტომ რომ მე პირადად არ ყოფილვარ ახლა მომსწრე, მაგრამ არაერთი ასეთ შემთხვევის თაობაზე გვსმენია, როდესაც პაციენტები საუბრობენ ამაზე და არამიზნობრივად ხდება ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ან არის გასაწევი გარკვეული პროცედურა და აწელილია, გაბერილია, ჭირდება, არ ჭირდება, რომ ამოკაჩონ ბიუჯეტიდან. არ არის ეს გასაკვირი, რო ვთქვათ სიმართლე, იმიტომ რომ ეს სექტორი მაინც მიუხედავად იმისა, რომ მას ყავს თავის მაკონტროლებლები, ფაქტია, რომ სათანადოდ არ კონტროლდება და რეალურად ეს დაწესებულებები იღებს კოლოსალურ შემოსავალს, რომელიც არის სუფთა მოგება მათი, წმინდა ბიზნესი, რომელიც არანაირად არ მიემართება იმ თანამშრომლების ხელფასებს, სოციალურ დაცვას შეხედეთ, როგორია ახლა ექიმი ან სამედიცინო პერსონალი, რომელსაც პირდაპირ შემხებლობა აქვს, ხო, ადამიანების ჯანმრთელობასთან, სიცოცხლესთან, ესეთი გადატვირთული რამდენიმე, არავის არ უხარია ბევრ სამსახურში მუშაობა, ხო? ეს განპირობებულია დაბალი ანაზღაურებით. მათ შორის სასწრაფო მაგათთან ჩვენი წევრები არიან მათი ნაწილი და რამდენიმე წლის წინ არ ვიცი გახსოვთ თუ რაც კოლექტიური დავაც იყო, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეს გადატვირთულობის გამო ფიზიკურად ვერ უმკლავდებოდა ეს ხალხი, თან დაბალანაზღაურებადი სექტორი. ექიმა ხო პაციენტი უნდა მიიღოს, აპროცედურას გადის. აი დავუშვათ ერთ-ერთი ჩვეულებრივი ექიმი. პაციენტი ხო უნდა მიიღოს. მერე ის რაღაც ფორმასები ხო უნდა წეროს. მერე გარკვეული ანამნეზები და 1000 პროცედურები უნდა წეროს. ანუ იმ ფიზიკურ შრომასთან ერთად ფსიქოლოგიური შრომაც ემატება, ხო? ცხადია, სტრესული სამუშაოა, ფიზიკურად. არა, ნახე, ჩანაწერი აუცილებელია, იმიტომ რომ რაღაცა რო არის, მე იმ ჩანაწერებით ექსპერტიზები ტარდება ეგ სხვა თემაა, მაგრამ უბრალოდ დატვირთული და სტრესული სამუშაოა, მით უმეტეს რამდენიმე სამსახურის პირობებში, იმიტომ რომ დაბალანაზღაურებადი სექტორი არის, ადამიანებს უწევთ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ სამუშაო დროის რეგულირება ზუსტად იმიტომ მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას
აგერ უკვე წინა კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომ ახალი კონვენცია მიიღო 191 პლატფორმულ დასაქმებას ეხება და ძალიან ბევრი კონვენცია აქვს შესაბამისად, მაგრამ პირველი კონვენცია რაც მიიღო, ეხებოდა სამუშაო დროს, ისევე როგორც ევროკავშირის დირექტივა არსებობს ამ მიმართულებით და თავარი მიზანი სამუშაო დროის რეგულირების არის მათ შორის ის, რომ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოება, ჯანმრთელობა იყოს დაცული, რომ ეს გადაღლა ფიზიკური მისთვის ზიანის მომტანია, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეულ პროფესიებში ეს რისკებს ქმნის მესამე პირებისთვის, ხო, ვისაც ისინი სერვისებს უწევენ და როგორი ახლა ექიმი, რომელიც უძილოა, მოსვენებას ვერ ახერხებს, სამუშაო ენერგიის აღდგენას ვერ ახერხებს. ერთ-ერთ დავა მქონდა მე პირადად სასამართლოში მოგვიწია დავა და მე მოვრიგდით რაღაც ეტაპზე, თუნდაც იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალი, რომელიც 24 საათიან მორიგეობას წევს, წარმოიდგინეთ 24 საათიანი მორიგეობა, ეს საერთოდ არანაირი სტანდარტში არ ჯდება, ხო? და ზეგანაკვეთურს უნაზღაურებენ. კი, ამასაც გეტყვით ზუსტად და დილით რომ დაასრულებს ცვლას, მერე თუნდაც უნდა დარჩენილიყო დილის 10 საათიდან და 5 საათამდე ჩვეულებრივ რეჟიმში ემუშავა. აი ვის წარმოუდგენია ჯერ 24 საათი უწყვეტად მუშაობა ვის წარმოუდგენია და მე კიდე ამხელა კიდევ დამატებითი პროდუქტიულობაზე რა თქმა უნდა და ზეგანაკვეთური შრომა, რა თქმა უნდა ანაზღაურებადია, აქაც პრობლემებია, რომ დაბალი ტარიფია ზოგჯერ ან არ უნაზღაურებენ, მაგრამ თავარი არის ის, რომ ის ნორმატივი, რომელიც გაწერილია სამუშაო დროის ლიმიტს გულისხმობ, არც იმის მიღმა შრომა არ უნდა გასწიოს ადამიანმა. ევროკავშირის დირექტივით ეს არის ჭერი 48 საათი, იმიტომ რომ ამის მერე უკვე იმ ადამიანის ჯანმრთელობას რომც უნდოდეს ადამიანს სიტყვაზე, რომ აი ვიმუშავებ ზეგანაკვეთურად, იმიტომ რომ მეც სამინაზღაურებენ ასე შემდეგ, კანონი და აღმასრულებელი არ უნდა აძლევდეს საშუალებას, რომ ადამიანმა ამდენი საათი იმუშაოს, იმიტომ რომ მისი ფიზიკური გადაღლილობა მას აზიანებს და ასევე პროფესიას გააჩნია სხვა პირებს. აი ამ დირექტივას თქვენ ახსენეთ დირექტივა. ევროკავშირის დირექტივა სამუშაო დროზე, დიახ. რამდენად გათვალისწინებადია, რამდენად ითვალისწინებენ და რამდენად ხდება მისი შესრულება? სხვათა შორის, როდესაც რეფორმას ვახორციელებდით, გარკვეული დებულებები ჩვენს შრომის კოდექსში გადმოვიტანეთ, იმიტომ რომ ეს ასოცირების ნაწილია ეს დირექტივა და მაგალითად 2020 წელს. აი ზოგს არ სჯეროდა მათ შორის ექსპერტებსაც საერთაშორისო, რომ ჩვენ არ გვიწერია შრომის კოდექსში დასვენების დღე. მანამდე 7-ვე დღე რომ ემუშავა ადამიანს, სავალდებულო იყო ჩვეულებრივად არ იცვლებოდა კანონის დარღვევაც. საჯარო სამსახურში კი ეს იყო რეგულირებული, მაგრამ სხვა სფეროზე არა. და ამ დროს შემოვიდა ამ დირექტივის გათვალისწინებით 24 საათიანი უწყვეტი შესვენება, ანუ უკვე კანონი ავალდებულებს ყველას, რომ ეს 24 საათი, ანუ ერთი დღეღამი ადამიანმა დაისვენოს, ეს შაბათი იქნება კვირა, ორშაბათი თუ კვირის ნებისმიერი დრო, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მხარეები როგორც შეთანხმდებიან, მაგრამ ეს უწყვეტი დასვენება უნდა იქნას უზრუნველყოფილი. შემოვიდა შესვენების უფლება, რაც ასევე არ ეწერა კანონში, რომ 6 საათი მაინც რომ მუშაობს ადამიანი, მერე 60 წუთი მაინც უნდა შეისვენოს, იმიტომ რომ ფიზიკურად იღლება ადამიანი, ხო? და ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი სტანდარტი. დადგინდა ჩვენ გვაქვს ახლა 40 საათიანი ჭერი და 48 სპეციფიკური რეჟიმისთვის. იმის ზემოთ რაღაც დადგენილი ჭერი, რომ აი ზეგანაკვეთური რამდენი საათის მერე აღარ შეიძლება, ესეთი არ გვაქვს კანონში, მაგრამ თუ ამას გამოვითვლით, რომ 24 საათი უნდა დაისვენოს, იქ ცვლებს შორის 12 საათი უნდა შეისვენოს, აი ხა ცვლას რო დავამთავრებ, მე არ უნდა მივაბა შემდეგი ცვლა 12 საათი უნდა დავისვენო. რამდენად ითვალისწინებენ კი, პრობლემა სასამართლოები დავის. კი, ანუ ამ დირექტივას, ან თუ ხდება მაგალითად ამ დირექტივების ევროკავშირის დირექტივების მონიტორინგი სრულდება თუ არა, როგორ სრულდება, ან როგორი სტატისტიკა გვაქვს? ანუ ასეთი კალკულაციის 66 დღე არის ძალიან მაღალი, მაგრამ გამოდის რომ შეიძლება თუ ზეგანაკვეთურსაც ჩავთვლით ხა და ადამიანი თანხდება. რაც შეეხება პრაქტიკას. მნიშვნელოვანია რომ გარდა სასამართლოს უკვე 2021 წლიდან ამ საკითხებს აკონტროლებს შრომის ინსპექციის სამსახური. სამუშაო დროსთან მიმართებით ამ სამსახურს ძალიან კარგი სტანდარტები აქვს იმ კუთხით, რომ ის აძლევს შესაბამის მითითებებს, იყენებს სანქციებს, თუ არ იცავენ ზეგანაკვეთურის შრომის ტარიფს არ გაწერენ, ამ მაგალითად შესვენების უფლებით არ უზრუნველყოფენ ადამიანს დასვენების უფლებით, ზეგანაკვეთურის ანაზღაურებით. ანუ დასაქმებულს შეუძლია შრომის ინსპექციას მიმართოს, კი. რომ თუ არის მსგავსი ასეთი დარღვევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, ბერმა არის ის, რომ დასაქმებულსაც შეუძლია პროფკავშირი შეგვიძლია სახალხო დამცველს და თავარი კიდე რა არის, რომ ძალიან ხშირად შრომითი ურთიერთობები, როდესაც არსებობს, ხა სამუშაო დროზე, როდის ედავები, როცა მუშაობ ჯერ, ხო? ერიდებიან დასაქმებულები ასეთ დავებს. აი სასამართლოც რომ კითხეთ, დავების 98% გათავისუფლებას ეხება. ანუ ადამიანი სანამ სამსახურს არ დაკარგავს,ერიდება კონფლიქტში შესვლას
დამსაქმებელთან. მაგრამ ბოდიში შეგაწყვეტინე, ნახე, ის კი არა შრომითი ხელშეკრულების ერთი პირი არ გააჩნია ძალიან ხშირად 100%. ძალიან ხშირად ამასაც შევეხებით და აი ეს ინსპექციის ნაწილი რომ დავასრულოთ, ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება აქვს შრომის ინსპექციის სამსახურს. მე რომ მივმართე სიტუაცია აქ რომ მუშაობ თქვენ, მან იდენტიფიცირება ჩემი თანხმობის გარეშე, თუ მე თანახმარა ვარ, დამსაქმებელთან არ უნდა მოახდინოს, რომ მე ამან მომმართა, რომ ის ადამიანი არ გახდა შემდგომი წნეხის და შევიწროების მსხვერპლი და რა თქმა უნდა, არავის არ უხარია თანამშრომელი რომ უჩივრის. ხო, მაგრამ აი ეს პროცედურა მაინტერესებს. როცა ამოწმებს უკვე? ხო, უკვე როცა ამოწმებს. კი, აი ეს არის მნიშვნელოვანი. შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებობს შეველთა საბჭო და ბიზნესიც არის პარლამენტი სახელმწიფოდან ცველი და მეც ერთ-ერთი წევრი ვარ პროფკავშირიდან და ერთადი რეკომენდაცია მივიღეთ საწყის ეტაპზევე, რომ თუ კი შემოდის საჩივარი და ინსპექცია შედის დაწესებულებაში საჩივრის საფუძველზე, არა თავისი გეგმის მიხედვით, თქო, მომმართა, უნდა ჩაატაროს სრული ინსპექტირება. რატომ? რომ ერთის ხრივ ის ადმინისტრაციული რესურსი რო შედიხარ, ბარემ შეისწავლე რა ხდება, ხო? იქ, იმიტომ რომ ერთი დარღვევა მარტო არსად არ არის, ხო, სისტემურია ეს დარღვევები და მეორე რომ იმ ადამიანის იდენტიფიცირება არ მოახდინო, თორე თუ სიტყვაზე თქვენ დააობთ, რომ აი მე შვებულებას არ მაძებს დამსაქმებელი და შევიდა ინსპექტორი, არ ამბობს ჩემს სახელს, მაგრამ აი შვებულება რო არ მიეცი და ხო გავიგე რომ ლევანის მოუმართავს, იმიტომ რომ ლევანს არ მივეცი მე შვებულება სიტყვაზე, ხო? ან ელზას არ გადაუხადე ხელფასს. ცხადი გახდება, რა თქმა უნდა. ამიტომ სრული ინსპექტირება უნდა ჩაატაროს, რომ თუნდაც ეს კონფიდენციალურობა ბოლომდე შეინარჩუნოს და ვერ უნდა გაიგოს თუ გამოკითხვა უნდა დასაქმებულის ეს უნდა გააკეთოს მასთან ოფისში, ისე რომ დამსაქმებლისთვის ეს ცნობილი არ გახდეს. და აი ეს კონტრაქტებიც რო თქვით, ხო? ძალიან ბევრ ადამიანს არც აქვს ეს უფრო მეტიც, არც ეძლევა საშუალება, რომ შრომის ხელშეკრულება წაიკითხოს. ჯერ ერთი ხა წავიკითხე ერთია, მაგრამ ეს იურიდიული დოკუმენტია, მოგეხსენებათ, კოლეგები ხართ ახლა და შეიძლება კი წავიკითხე, მაგრამ სულ ვერ მივხვდი პრობლემა რო იყო, ხო? შესაბამისად უნდა მე ავიღო ეს ერთი ეგზემპლარი ჩვენ წევრებს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ უფლებები მხოლოდ დამსაქმებლის, დასაქმებულის უფლებები ნულს ქვემოთ. კი, და უნდა გააცნო, ხო? ჩვენ თავარი დავების გადაწყვეტაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კი, ბატონო. ხელშეკრულების სამხედრო შეწყვეტა და ასე შემდეგ. კი, ასეთი დავები არაერთია და ამიტომ მაგას ვამბობდი, რომ ეს კონტრაქტი უნდა შეძლო, რომ პროფესიონალს გააცნო. ჩვენ იუდულ სერვისს უზრუნველყოფთ ყველასთვის, არა მხოლოდ წევრებს, რომ გავეცნოთ, მაგრამ ეს კონტრაქტი უნდა კონდეს მას ხელს, ხო? სამსახურიდან დათხოვნის გარკვეული აი თქვა დისციპლინა, გათავისუფლებები ხშირი. კი, ამ კუთხითაც აი სასამართლო რო ბრძანეთ, სასამართლო უფრო არის პრაქტიკა უფრო მდიდარი გათავისუფლებების ნაწილში, უფრო იმიტომ რომ ძირითადად როგორც ჩვენ ვთქვით, ამ დროს მიმართავენ სასამართლოს და მე შეიძლება დავისწროთ პრაქტიკა. ძალიან კარგი პრაქტიკა არის ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში მოყოლებული ამ რეფორმიდან დაახლოებით მინიმუმ ის რომ სასამართლო ღიად განსხვავებით იმ წლებისგან, როცა სასამართლოში მეც პირადად როგორც გამონაკლისი ვინ შრომის საკითხებზე მუშაობდა, ტყუილად დავდიოდი, იმიტომ რომ ვერაზეოს ვერ მიაღწევდი, რამდენიმე შემთხვევა მქონდა და ეხლა რო ვფიქრობ, მართლა რა ვიცი, საოცრება იყო იმ პერიოდში, რომ დასაქმებული სამსახურში აღედგინა, ან მოგეღო შრომითი დავა, იმიტომ რომ კანონიც ასე ამბობდა და სასამართლოც რომ დიახ, დამსაქმებელს უფლება აქვს, როცა უნდა გაგათავისუფლოს. რეორგანიზაცია თუ ნებისმიერი საფუძვლის, ნებისმიერ თუნდაც დისკრიმინაციული საფუძვით. ერთ-ერთმა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში დაგვიწერა ეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობაო იძლევა საშუალებას, რომ დისკრიმინაციული საფუძვითაც გაათავისუფლო ადამიანიო. იმიტომ რომ ასეთი იყო კანონი. გეუბნებოდა, რომ არ გევალება დასაბუთება, ახსნა და სხვათა შორის ძალიან კარგი მოსამართლე იყო დღესაც ჩვენი კოლეგა, ადვოკატი და ეს მართლაც თამამი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ როცა ქვეყნის შიგნით ვერაფერს ვერ აღწევ, ჩვენ აქტიურად ვიყენებდით საერთაშორისო მექანიზმებს და ვეუბნებოდით, რომ აი სასამართლო არ ფორმალურია, ვერ ვიცავთ ჩვენ ადამიანებს, იმიტომ რომ აი ესეთი კანონი არის და ესო ჩაგვიწერა მოსამართლემ, რომ დაგვეთანხმა, რომ კი, კანონია ასეთი, რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს გაათავისუფლო ადამიანის სამსახურიდან, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ამ თვალსაზრისით. როცა კანონი ამხილა ერთგვარად, ხო, კანონმდებელი და გითხრა, რომ ხო, გითხრა, რომ აი შავითაც დაგიწერა, რომ დიახ, იმიტომ რომ მაშინ როგორი იყო, იცით, ამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ზოგადად ამ სფეროში, მაშინდელი ხელისუფალი აპელირებდა, რომ იცი რა, მე კანონი კი არა მაქვს ცუდი, კაცო, აი
სასამართლოში მიმართონ და იდაონ რა. თუ რამე ირღვევა, იმისთვის არსებობს სასამართლო. ასეთი პრეცედენტები, რომ შენ მიმართე სასამართლოს და ვერ მოიგე, იმიტომ რომ კანონი გაქვს ხარვეზული და პრობლემატური, მნიშვნელოვანი იყო მაშინ, თორე ვიცოდი მე რომ წავაგებდი იმ სასამართლოს, მაგრამ მივიდიოდი მაინც, რომ პრეცედენტები შეგვექმნა და არ ყოფილიყო ეს არგუმენტი, რომ აი კანონი კი არ არის პრობლემა, თურმე აი სასამართლოს არ მიმართავს ხარეს სათანადოდ. ამიტომ კარგია რომ ეს პრაქტიკები შეიცვალა. მე საშუალება მოგცა კანონმა, ასევე საერთაშორისო სტანდარტების უფრო აქტიურად გამოყენებამ. მოსამართლეები გადამზადდნენ არაეცის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ამან იმოქმედა და დღეს ახლა მინიმუმ ის რომ ახლა არ მომწონხარ და სახლში წადიან რაღაცა ისეთი სუბიექტური ფაქტორების გამო ადამიანს შეიძლება გაათავისუფლო, მაგრამ წააგება ასეთ დავას სასამართლო. ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს ყოველგვარი ბრძანების მერე დააწიეს გზაში. სასამართლოზე მოიტანეს ბრძანება. მე ვიცავდი, ესე იგი გავაუქმეთ ის ბრძანება, აღვადგინეთ კიდეც და მოკლედ თანხას დავაკისრეთ. და სხვათაშორის ისე ძალიან კარგად ყველა ინსტანცია მოვიგეთ და სხვათაშორის სამინისტროდან ალბათ 1-7 ადვოკატი ყავდათ წარმომადგენელი და ცდილობდნენ რაღაცის შეცვლას, მაგრამ ყველაფერი შეცვალეს და სასამართლომ ეს ვერაფერი რო ვერ შეიცვალოს, დამოკიდებულია ჯერ კარგი საკანონმდებლო ბაზა უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა კარგი ადვოკატი უნდა იყოს, რა სტრატეგია დასახოს და მოსამართლე მნიშვნელოვანია. მოსამართლეზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, გეტყვით რომ ახლა როცა ვინმეს ეწერება საქმე დაახლოებით მე ვხვდები ის რამდენად კომპეტენტურად, ობიექტურად განიხილავს, ჩვენ ვერ ვიტყვით არის მიკერძოებებიც, სპეციალიზებულები არიან. არა, ესე მარტო შრომის სამართლის მიმართულებით ვერ ვიტყვით რომ არიან, თუმცა აუცილებელია, მაგალითად ჩვენი მოთხოვნაა და ერთადერთი მე მგონი საკითხი, რადგან ბიზნესთან თან ხვდებით, არის რომ სპეციალიზირებული სასამართლო შრომის დავებზე უნდა იყოს. ეს ნიშნავს უფრო ხარისხიან გადაწყვეტილებას, დროულ, რა თქმა უნდა, დროულ გადაწყვეტილებას შეხედეთ, კი მოიგებთ ამ დავას, მაგრამ რამდენი წელი დაგჭირდათ? შეიძლება 4, 5, 6, აი ხა შრომით იმიგრანტების დავა რომ ქონდა 21 წელს დავიწყეთ და ახლა აღსრულება 2 კვირის წინ მოხდა. აი ამ შრომით იმიგრანტებზე ძალიან სულად მოქმედებს. მინდა რომ კარგად ხაზგასმით აღვნიშნოთ, მოდი სანამ აქ თემაზე გადავალთ, მე მაგ ერთი რამდენიმე საკითხი და მე ერთ კითხვაში გავაერთიანებ და ჯობია რომ ესე მოკლედ იყო ერთი პერიოდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მარცხენი ალიანსი ქვია, ეხლაც არის ეს პარტია, შემომთავაზა რომ ყოფილიყავი მათი იურისტი, შემდეგ მითხრეს რომ მოდის ის მეხუთე ნომრად ვიყავი სიაში და ასევე მაჟორიტარად იყარეო კენჭიო, ძალიან კარგი ურთიერთობა. საინტერესო შანსები დაგიკარგა. ხო, არა, გავედი, მაგრამ ისეთი პროფესიები გაგვზარდა. გამსვლელი მეხუთე ნომერი ვიყავი სიაში და პარტიას რომ მიიღო მინიმალური ხმები მაინც, ნუ გამსვლელი სია იყო. ეხლა რატო ვიხსენებ ამას? ჩვენ გავაკეთეთ ძალიან კარგი საკანონმდებლო ინიციატივა და წარვადგინეთ პარლამენტში და განხილვა იყო, განხილვა მიმდინარეობდა და ეს პროექტი რა შეხებოდა ელზა? შრომით კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით და მქონდა დათვლილი. აი მაშინ იყო რაღაცა 500 თქვათ ლარი, ხო? აი ეს 500 ლარი მქონდა გაანგარიშებული ერთ თვეში და გამოდიოდა რომ ადამიანმა ერთი პური რო იყიდოს დღეში, მაშინ იყო მონობარათები. კვირაში ერთი მონობარათი რო 5 ლარი მაინც ჩარიცხოს, როსადმე დაიკარგოს, ხმა მიაწოდინოს ვინმეს, მოკლედ ერთი საპონი რო იყიდოს, მინიმალური, აი ყველაფერი მინიმალური, მოკლედ ისე გამოდიოდა რომ ადამიანს ჰქონდა მხოლოდ იმდენი შესაძლებლობა რომ სამსახურში მისულიყო და ცოცხალს მოეღწია 500 ლარად, ხო? და ეხლა თითქმის ნახევარია საარსებო მინიმუმი დღეს. წარმოიდგინეთ. ხო, ეს 500 სად იყო, მაგრამ აი 500. ეხლა ჩვენი ის იყო პოზიცია, რომ უნდა იყოს საათობრივი ანაზღაურება, უნდა განისაზღვროს, რომ საათში არ შეიძლება მაშინ ლაპარაკობდით 5 ლარზე ნაკლები. ამაზე, იმიტომ რომ ვიცით, რომ ევროპული გამოცდილება არის, საათობრივი განაკვეთები. საათობრივი განაკვეთია და ამაზე დაბლა ვერავინ ვერ გაბედავს და აი ეს საათობრივი განაკვეთი გვინდოდა რომ შემოღებულიყო და ყოფილიყო და მყარებული კანონზე და ასევე გვინდოდა რომ კვირაში ერთხელ ყოფილიყო ანაზღაურება, როგორც ვიცით, რომ არის ევროპაში. იცით
თანხის დაზოგვის აი რაციონალურად გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. აი თქვათ პარასკევი, შაბათი, კვირა უკვე დამეხარჯა ბოლომდე, მაგრამ ვიცი რომ ორ შაბათს ახალი ხელფასი მაქვს. მთელი თვის ხელფასს რო ადამიანი იღებს ერთად, ცოტა არ იყოს უჭირს იმას თვის ბოლომდე გაიტანოს, მაგრამ კვირაში ერთხელ რა იგივე ხელფასი დაყოფილია ყოველ კვირეულ ხელფასად, უფრო კარგად ხდება ორგანიზება მე მგონი. მოკლედ გქონდა ესეთი ინიციატივები და გავიტანეთ და პარლამენტში რომელ წელს იყო ეს? 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, სანამ არჩევნები იქნებოდა, ეს გქონდა ეს ინიციატივა. რა მოხდა და ისეთი წინააღმდეგობა შეხვდა პარლამენტში. კინაღამ ამოგვწყვიტეს იქ მე და კახაძაგანია ვიყავით წარმოდგენილები პარტიის თავმჯდომარე და მე როგორც იურისტი. აბსოლუტურად ყველა გვედავებოდა. მე გამოვთქვი აზრი ესე, მეც ხომ მქონდა სიტყვის თქმის უფლება. თქვენ მეოთხარი პარლამენტარები რო ბრძანდებით აქ და მაღალი ხელფასები რო გაქვთ მეთქი, მე მკვიდრეობით კი არ გადაეცემა ეს თქვენი თანამდებობები თქვენ შვილებს. ამას რასაც ვლაპარაკობ, თქვენი შვილები და შვილიშვილებისთვის ვლაპარაკობ და თქვენ ხვალე შეიძლება არ ბრძანდებოდეთ პარლამენტარები მეთქი და მე ფარულ კენჭისყრაზე ყველამ ხმა მოგცა. მაგრამ ხმამაღლა ვერ გადაწყვიტეს, ანუ ეთქვათ, არ ვიცი ვისი ეშინოდათ, ეს გამოყოლილია ის 2016 წელი, ჯერ კიდეც დაშინებული ხალხი იყო. არ ვიცი ვისი ეშინოდათ, რისი ეშინოდათ, მოკლედ ჩუმად ყველამ ხმა მოგცა. მე უნდა დავეძახეთ ჩვენ ხელისუფლებას, აბა რა ინიციატივა ჩვენი იყო. გავიხედეთ არა რაღაცა ცვლილებები შეიტანეს და ამახინჯეს, გაუბედურეს, რაც ჩვენ მოვითხოვეთ ის არ გააკეთეს და რაც გააკეთეს იმაშიც კი არსად არ თქვეს რომ ეს იყო ჩვენი ინიციატივა. ნუ კარგი, მე თქვა ბატონმა კახაძაგანიამ, ვაიმე ოღონდ გააკეთონო და მოიპარონო, ისევე როგორც საჯარო რეესტრში ეს მიდის სისტემური რეგისტრაცია, ჩვენი ინიციატივა იყო და ვუთხარით სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება საჯარო რეესტრი რომ თხოვს რაღაც დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც თვითონ აქვს და მე უნდა მოვიძო არქივში. ხო და ეს ყველაფერი ჩვენ წარმატგინეთ ინიციატივის სახით. ისე მიითვისეს რომ კაცი შულს არ უთქვას, ღმერთო ჩემო, იცი რამდენი იდეებს მოგაწოდებთ, მიითვისეთ, გააკეთეთ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა არის. უამრავი გამოცდილება მქონია ასეთი, რომ ცოტა გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ აი ნახე, ჩემი აი კითხვის საგანი ნახე, საათობრივი ანაზღაურება, კვირაში ერთი ანაზღაურება, ეს საათობრივი რო იყოს მყარად განსაზღვრული სწორად ობიექტურად დათვლილი, საიდანაც თუ საათობრივი არა გვაქვს, ზეგანაკვეთური როგორ უნდა დავთვალოთ? შეხედეთ საათობრივი ანაზღაურება, ვიცით რომ ეს ევროპული პრაქტიკა არის და მართლაც ძალიან მიღებული და სწორიც არის, რომ საათობრივი ტარიფი, რომლის ქვემოთაც არ შეიძლება, ეს უნდა არსებობდეს და ეს იდეალური ვარიანტია. ჩვენთან ახლა არ არის საათობრივი ანაზღაურება დადგენილი, რაზეა საუბარი ახლა 20 ლარი როგორ ხელფასი, მაგრამ შეხედეთ მართალი ხართ რომ მაინც ზეგანაკვეთურის გამოთვლისას, ადამიანი დროებითი შრომის უნარობის ფურცელზე რუაშვებულების დროს მაინც გავდივართ დღის ხელფასზე, დღის და ზეგანაკვეთურზე საერთო ხელფას კი ბატონო და თუმცა ეხლაც არ კრძალავს კანონმდებლობა და ზოგ საწარმოებში არსებობს პრაქტიკა, როცა საათობრივ გამომუშავებაზეა და ამის მიხედვით დაანგარიშდება. რაც შეეხება ხელფასის გაცემას, ჩვენი კანონმდებლობა ამბობს, რომ თვეში ერთხელ უნდა გაიცეს. რეალურად ახლაც არის შესაძლებლობა ჩვენს პრაქტიკაში, რომ შეიძლება დღეში შევთანხმდე მე ხა საათობრივად ყოველდღიურადაც შეიძლება. აი ეს ხა კარგი მაგალითი არ არის, იმიტომ ეს არაფორმალური შრომა არის მშენებლობებზე, ეს დღიურად რო ასაქმებენ ადამიანებს, ეს ცუდი მაგალითია, მაგრამ იქ მაგალითად დღეში უთანხმდებიან. შეიძლება კვირაშიც, თვეშიც კანონი ამას არ კრძალავს. ზოგჯერ ზეპირია, ზოგჯერ წერია კონტრაქტში, რომ აი ავანსია, მე თვის ბოლოს მეორე ნაწილი ან კვირაში ერთხელ არის იშვიათად, მაგრამ მე-13 ხელფასი რო ყველა აი მე-13 ხელფასი ძალიან კარგია, ეს ყველას ახსოვს და სამწუხაროდ დღეს ეს არ არის ჩვენი კანონმდებლობის ნაწილი და ზოგადად პრემიებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არანაირი ჩანაწერი არ არის, მაგრამ გვაქვს რამდენიმე დაწესებულებაში კარგი პრაქტიკა, როდესაც კოლექტიური ხელშეკრულებები გვაქვს პროფკავშირს და დამსაქმებელ კომპანიას და იქ ვიწერია
მე-13 ხელფასი, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლოს დეკემბრის ხელფასის დროს გაიცემა ერთი იმდენი ხელფასი. ხო, ოღონდ ეს სავალდებულო არ არის ზოგადად, რომ არ ჩაგვეწერა ამ კოლექტიურში, ან ზოგჯერ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაშიც შევხვდებით, მაგრამ ეს არის მაინც საგამონაკლისო წესი, ხო? შესაბამისად, თუ კანონმა არ შექმნა ასეთი მყარი გარანტიები იმაზე მინდობა, რომ ვიღაც კეთილნებას გამოიჩენს, ეს სახელმწიფო დამსაქმებელი იქნება თუ კერძო სექტორი, რომ რაღაცა უკეთეს სტანდარტ შეუქმნის, ფაქტია, რომ ჩვენ საზოგადოებაში ეს ასე არ არის და ჩვენ მაინც ჯერ გჭირდება დრო, რომ ის შრომის კულტურა განვივითაროთ თუნდაც დასაქმებულის პატივისცემა, იმის გააზრება, რომ პირდაპირ პროპორციულად ეს ჩემი მოგება, ჩემი წარმატება პირდაპირ ჩემი თანამშრომლის კეთილდღეობასთან რომ არის მიბმული და როგორ მოქმედებს ეს კარგი სამუშაო პირობები მის პროდუქტიულობაზე, მე მგონია, რომ დღეის მდგომარეობით არ უნდა გქონდეს თანამედროვე დამსაქმებელს ამის გააზრების პრობლემა. უამრავი ამისი კვლევა არსებობს, ან რა დიდი კვლევა ძიება ჭირდება, რომ ადამიანს ეხლა მართლა ხელფასი ერთ კვირაში რო არ ყოფნის და მე როგორ მოვიდეს სამსახურში და საჭმლის ფული რო არა აქვს, ეხლა რა პროდუქტიულობას მოთხოვ მაგას და რა უნდა შეძლოს მან და რა мотиваცია უნდა გქონდეს საერთოდ შრომის და რაზეა ხო საუბარი. ამას რა დიდი კვლევები თუნდაც ხო ანუ ძალიან ცნობილია და ძალიან კარგი პრაქტიკა, თუნდაც აი ეს ერთგულების პრინციპის დაფასება, ხო, დაწესებულების მიმართ, როცა მეთხანს მუშაობს ადამიანი დაუგროვდა გამოცდილება, იმას რომ კონდეს დანამატი წელთან ამსახურების არსებობდა ეს და ზოგ კომპანიაში ისევ და ისევ გამონაკლის სახით არსებობს. დღეს საქართველოსია რაღაცა ესეთი დემონიზებული და საქმებლის კეთილნებაზე და კეთილნებაზე მინდობა. ჩამოგვიყალიბებს ამ ყველაფერს ერთად. კანონი აი რო ამბობდით რომ აი ხელფასებზე და აი რო იყო რეფორმა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რაზეც გასწია პარლამენტმა ბიზნესმა ეხებოდა ზუსტად მინიმალურ ხელფასს. ხო. არ უნდათ შეეხონ ანაზღაურებებს სამუშაო დროს, იმიტომ რომ დგებოდა დღის წესრიგში ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და თავი მოიკლეს, რომ ჩვენ ტარიფი არ გვიწერია კოდექსში, ზეგანაკვეთური რამდენად უნდა ანაზღაურდეს, არ გვიწერია. ამიტომ ჭავლებით სასამართლოში. ეს მინიმალური ხელფასი. გავიგე, აი ეს უნდა გაუქმდეს. არა, ეს სირცხვილია საერთოდ რო გვაქვს და მოგეთ პრეზიდენტის მერიდება სადმე თქვა უკვე. იმის მერე გამოვიდა, რამდენი პრეზიდენტი ყავდა? 1, 2, 3, 4 ყავს. მე მეკონა ამ მიმართულებით ცოტა უკეთესია. არ შეიძლება რომ ეს ვიღაცამ აიღოს და გააუქმოს. თუ უკდავყოფილია ეს კაცი ჩვენ საკანონმდებლო ბაზაში. ეს არის უკვე სიმახინჯე, ჩვენი საკანონმდებლო სიმახინჯე და სირცხვილიც არის უკვე ამის გაჟღერება. ადამიანებს არ ჯერათ რომ მართლაც არსებობს ქვეყანა, სადაც 20 ლარი არსებობს კანონიერი გზით. რაღაცი გამოწვეული ბიზნესის ინტერესი უფრო მორგებული ვიდრე ადამიანის რა თქმა უნდა, ანუ ეს არის რომ აი თითქოს მინიმალური ხელფასი რო შემოვიტანოთ, ბიზნესი დაიქცევა, იქ სამუშაო ადგილები გაუქმდება და ჩვენ უკვე კარგი მაგალითი გვაქვს. სხვა ქვეყნები თუ არ ვიცით, კაცო, ჯანდაცვის სფეროში ხო შემოვიტანეთ ეს და რა სამუშაო ადგილი გაქრა იქ, ან რა პრობლემა შეიქმნა ადამიანებს, გააუმჯობეს და ხელფასი, დადებითი ეფექტი ქონდა მხოლოდ. ამიტომ ეხლა პარლამენტმა პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, სადაც ბრძანებულებიც რატო უნდა რეგულირდებოდეს. არა, რა თქმა უნდა, ეს სხვა რამეა, კი ბატონო, მაგრამ ეს მაინც აი სიმახინჯეა. ხიჭი რო შეგერჭობა რაღაცა ეგეთი გჭირს რა. ხიჭი ხო ძალიან უხერხული არის. 20 ლარიანი ხელფასი ყო შერჭობილი ხიჭვით. და ეს აღარ დამთავრდა. არც ჯერაც ზოგჯერ რომ ესეთი ხელფასი მართლაც სადღაც შეიძლება არსებობდეს. აი უცხოელები გებულობენ ამბავს. უკვე სიმართლე გითხრა მერიდება კიდეც ამის თქმა, მაგრამ სადაც მიხსენებია ხოლმე ხა მომხსენებელი როცა ვარ და პანელზე, ესე პირდაპირ მოერიდათ ალბათ ხოლმე და მოდიან მე და მეკითხებიან რომ ხო არ გეშლებათო და ეს დღეში ხო არ არისო. არ ჯერათ, მართლაც არ ჯერათ და ისე ზღადაშორის მაშინდელი 20 ლარი ცოტა უფრო მეტი მსყიდველობით უნარით გამოირჩეოდა. არც მაშინ არ იყო ბევრი, ხა 8 ლარი იყო პენსია, ხა მაგრამ 10 მაშინ დიდი არაფერი არ იყო. 9 ლარიანი იმას, ხო? არა, კაცო, რა შენახორობით უღმეტი წამს როგორ შენახვის თემას? სირცხვილი ეს სად უნდა თქვა? და იქ კი არა. ის დრო მოვიდა ბოდიში რა ისა რომ საათში 20 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მოდი ეს გადავაკეთოთ პირდაპირ რა. კი, საათობრივად გადავიტანოთ. ეს გავაკეთოთ შევარდნაძის ამ გამოცემულ ამ აქტს და PS ერთი მცირე შენიშვნა შევიტანოთ რედაქციული 20 ლარი საათში რედაქციული შედეგი შემოგითვალათ საიქიოდა სხვათა შორის საზღვარგარეთ სხვათა შორის კი ბძანეთ ქალბატონმა ელზამ დაწერა წერილი დედას იმიერშიოდა
მიუძღვენი. შევარდნაძე იქიდან წერილს მოიწერება რომ მე გეუბნები თვითონ 20 ლარი მე რო დავაწესეო მაშინ 20 ლარი იყო 20 ლარიო და ახლა მაგი გადააკეთეთ იმას უფრო აქვს არგუმენტი იქ საიქიოში ვიდრე აქ გურულია კაცი ისევ შევარდნაძე კი ამიტომ არა სასაცილო არ არის ეს უკვე კი ნამდვილად და აქაც ზოგჯერ არჯერად ხოლმე და ხომ არ გეშლება თუ ესე კი კი და სხვათა შორის 2 წელს მქონდა ღონისძიება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ვატარებდით მინიმალურ ხელფასზე და ეს ჟურნალისტები ვის აშუქებდა ვიცნობ თან ამ ადამიანებს და იცოდნენ რომ ამაზე გქონდა ისიც არ ერთხელ გქონდა ნათქვამი რომ 20 ლარი გვაქვს მეც თქვი ჩემს ინტერვიუში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც და ვუყურებ ახლა სიუჟეტს და ამბობს ეს წამყვანი რომ 20 ლარია დღეში ვურეკა მეთქი ხო გითხარით და ხო იცოდი კაც რატო თქვი ეს 20 ლარი დღეში და კი მესმოდა და კი ორივეს მოგისმინეთო და იქაც მაგრამ მაინც ვერ დავიჭერე ბოლოსო და ასე გამოაცხადა და რა თქმა უნდა ეხლა ეს ჩვენ ხუმრობთ მაგრამ მართლა არ არის სახუმარო საკითხი იმიტომ რომ მე ეს ყველაფერზე აისახება ხო ეს დაბალი ხელფასის სტანდარტი რო გვაქვს არაფორმალურ შრომაცას ახალისებს ხო იქ დამსაქმებელი ადგება გააფორმებს 100 ლარად თანამშრომელს დანარჩენს გადაუხდის არ გადაიხდის გადასახადებს ხო და ეს განაპირობებს ამ სახელფასო უთანასწორობასაც ხო ეხლა ვიღაცას რო 9 მილიონი აქვს ხელფასი და ვიღაცას 50 ლარი ქვეყანაში განსხვავება ხო ესეც არ არის რეგულირებული შეხედეთ არავის არ უკვის რომ ხელმძღვანელ პოზიციაზე მეტი ხელფასი აქვს ვიღაცას მაგრამ მე მგონი პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში ჩვენ არ გვაქვს ლიდერებსა და ჩამკეტი არ არის და ეს ძალიან აი შეხედეთ ისედაც ჩვენ გვესმის სულ რომ აი ამაყობენ რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს საშუალო ხელფასი იმატებს და ასე შემდეგ რაც რო შევხედეთ სპეციალური ინდექსი განსხვავება მაღალია 40%-ია მე მგონი კი და შეხედეთ რომ შევხედავთ ეხლა საშუალო ხელფასი მართლაც იმატებს მაგრამ ეხლა თუ ავდგებით და 35 ლარიან ხელფასზე 9 მილიონს ერთმანეთს მიამატებ და მე არითმეტიკულად გაყოფ გამოდის ამ ადამიანების ხარჯზე საშუალო ხელფასი მაღალი და ის ეკონომიკური წინსვლა რო გაქვს ხო და როცა ხედავ რომ შენს ადამიანებზე შენს მოსახლეობაზე დადებითი ეფექტი ფაქტობრივად არ აქვს იმიტომ რომ ისევ მაღალი სიღარიბე გაქვს თითქმის 19% ისევ მაღალი უმუშევრობა 14% ხო და დააფიქრე რომ კაცო თუ მაქვს ეს ეკონომიკური და მაშინ რატო არ არის ამ ადამიანის კეთილდღეობის სტანდარტი გაზრდილი ხო ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებ და ამას ვაკეთებ არასწორად რომ იქ მინიმალური ხელფასი არ მაქვს იქ უმუშევრობის შემწეობა არ მაქვს ეხლა არა გვაქვს რაიმე ინიციატივა კიდევ ახალი მინიმალურ ხელფასზე და უმუშევრობის შემწეობაზე როდის მიიღებენ ეს პარლამენტზე არის დამოკიდებული არის უკვე წარდგენილი ხო ჩვენ გვაქვს კანონპროექტი მომზადებული ხელმოწერებსაც ვაგროვებთ უკვე მე რამდენჯერ შევიტანეთ არსებობს ქვეყანაში როგორც პროფკავშირს კი როგორც პროფკავშირს კი ბატონო და სამხრივი კომისია არსებობს ქვეყანაში ზოგმა შეიძლება არც იცის მაგრამ ეს არის კანონის დონეზე აღიარებული კომისია პრემიერ-მინისტრის ქვეშ სათათბირო ორგანოა და სამხრივი იმიტომ რომ იქ არის მთავრობა 5 მინისტრი პრემიერ-მინისტრი ბიზნესი წარმოდგენილი ასოციაციები და პროფკავშირები და აი ესეთი საკითხები აქ უნდა იხილებოდეს წესით შრომა დასაქმებას რაც უკავშირდება ინიციატორი ვინ არის ამ ცვლილებების თქვენ მინიმალურის კი მინიმალურთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ბიზნესის ხარდაჭერა არ მიესალმებიან მინიმალური ხელფასის ინიციატივას და არაერთხელ და ამას გარდა დიდი ხმაური არის ასატე ამას გარდა რაც არ უნდა კარგი კანონპროექტები ვწეროთ ძალიან კარგად ვიცით რომ პარლამენტი იღებს კანონებს და ძალიან ყველა მოწვევის პარლამენტში ჩვენ ვიცით რომ სერიოზული ბიზნეს ლობისტები და თავისი ინტერესების წარმომადგენლები არიან იქ ხო და თვითონ დამსაქმებლები პარლამენტში განხილები რომ მიდიოდა შრომის კანონმდებლობის მე ბიზნეს ასოციაციები არ მიწევდნენ ისეთ ოპონირებას როგორც კონკრეტული პარლამენტარები ვისაც თავის ბიზნეს ინტერესები ჰქონდათ ხო როგორ არა აქვს ეს ხო ოფიციალურად გეუბნებით მე არაოფიციალურად არ ვიცი მაგრამ არაოფიციალურადაც ვიცით ახლა რაღაცეები რა თქმა უნდა მაგრამ მე ვამბობ როცა ოფიციალურად იმას ფასებს რო განიხილავდნენ და ისევ თვითონ ისხდნენ ვისიც არის ეგ ფასები ხო რა თქმა უნდა აი შრომის უსაფრთხოების თემა როგორ არის უსაფრთხოებაც უნდა ითქვას რომ აი ეს სტანდარტები რო არაფერი არ იყო ჩვენ ვიყავით მოწინავე ქვეყანა საწარმოო ტრავმატიზმით გარდაცვალებით მაგრამ აი ინსპექცია რაც შეიქმნა ეს ცოტა გაუმჯობესებული გვაქვს სტატისტიკა მაგრამ ლეტალური მაჩვენებელი მაინც მაღალი გვაქვს მე ეს აღარ არის ნეტა ერთხელ მახსოვს ღმერთო ჩემო თავზე დაცემული მოვიდა ახლობელი ჩემი იყო ჩამოსული ევროპიდან და
რა ვიცი როგორ რატომ მოხდა მშენებელი არის რა მოკლედ დაინტერესებდა აბა აქო და მე უკაცრავად რა ქვია არც ქართულად შლოპანცებით მუშები შორტებით და ყოველგვარი დაცვის გარეშე აი ხარაჯოები ასე ყანყალებს ნუ ეხლა მთრალი როა კიდე ვიღაცა ცოტა გაუმჯობესებული ახლა ინტერობა აკონტროლებს ინსპექცია ეს დამცავი ბარდე კი არა ბათინკი უნდა ეცვას ისეთი რომ რკინის ცხვირი უნდა კონდეს რომ დაეცეს რამე ისა ჩაფხუტები და მთელი ამბები დამცავი საშუალებები კოლექტიური ინდივიდუალური მე თვითონაც ესე რომ ვამოწევთ ერთ მშენებლობაზე ასე ზაფხული იყო და ეს სომბრერო ქუდები ახურათ და გადავიდი ეგაცა ხო იცით ქუდები არა შორტები ცალკე მაგრამ ქუდები და ვუთხარი კაც ჩაფხუტები რომ უნდა გეხუროთ ხო იცი რა ოქნათო ყურები გვეწვებაო ანუ ერთია რომ აქ თუ არა დამცავი საშუალებები მე რამდენად ხარისხიანია მე აკონტროლებენ თუ არა მუშა ასე რომ გამოიყურება იქ მშენებლობაზე დასაქმებული პირი ხო ეს დამსაქმების პასუხისმგებლობაა იქ სამშენებლო მოედანზე მუდმივი მონიტორინგი უნდა იყოს რომ ევალებათ რომ ყავდეთ ეს უსაფრთხოების სპეციალისტები მუშა კი არა დასათვალიერებლად რომ შეხვიდე შენ ბინას რომ იშენებ სერიოზული კომპანია შენს კი დაგაფარებს თავზე თუ არ არის სახლი ჩაბარებული შენებარე ობიექტი რომ შეგიყვანოს შენს უნდა ქუდი დაგაფაროს არა თუ მუშა კი არა აქვს უფლება რომ ნებისმიერი პირი ხდებოდეს სამშენებლო მოედანზე ასეთი სპეციალისტი სამშენებლო მოედანზე ყავს და ან უნდა ყავდეს ევალება ყველას და ეს კაბინეტში ჯდომას არ გულისხმობს ახლა მშენებლობის ობიექტზე ეს მუდმივად სამშენებლო ობიექტზე უნდა ტრიალებდეს პასუხისმგებლობას ეკუთვნის პირდაპირ პასუხისმგებლობას სანამ ვინმე არ გადმოვარდება გადაიჭეხება იქ თავს არ მოიკლავს ესე ვიცი რა ქვია ლურსმანი შეერჯობა შტოპაში მანამდე ამბავი არ ატყდება მე მქონდა ზოგი ესეთი შემთხვევებიც არ ხმაურდება ესეთებიც არის რომ ხდება მე მქონდა ერთი ესეთი кейსი როდესაც კაცი გადმოვარდა და დააბრალეს გულის შემიოვი დაავადებით მოკვდა იმიტომ რომ არ იყო უსაფრთხოება დაცული და მაქვს ამაზე დიდი დავა მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეხედეთ ხო მტკიცება რთულია და ეხლა აი თუნდაც ამ სამშენებლოს რომ მოვიდა საფხული მოვიდა ხო აი მაგალითად დღეს საქართველოში არ გვაქვს რეგულაცია რომელიც დაარეგულირებს ღია სამუშაოებს არაფრით არ არის დადგენილი თქვათ რამდენ ტემპერატურაზე რა გრადუსზე შეიძლება მუშაობა არ გვაქვს ჩვენ ესეთი ტექნიკური რეგლამენტი მე ძალიან დიდი პრობლემა არის შეხედეთ 40 გრადუსზე რომ მუშაობდა 55 გრადუსზე ის შემიური კი არა არაფერი არ გჭირდეს გახდები ცუდად აბა რა დაგემართება და ეს იკრძალება სტანდარტები აბა რა იქ დღის ტემპერატურას რო არ აცხადებენ ხოლმე ტემპერატურას ეს საკითხია მაგრამ რომც გამოაცხადონ ვერ იტყვი რომ აი კანონის ამ მუხლით აკრძალულია მაგალითად 40 გრადუსზე მუშაობა ღია სამუშაო და ეს ბოდიში ლევან ეს ჩაფხუტი რო ბოდიში და გაძელე ჩაფხუტი მესმის იმის ყურები მეწვისო რომ ამბობს რაღაცა ცხელი ქვეყნებისთვის და გრილი ქვეყნებისთვის ვთქვათ ევროპაში ხა დაიფარა ჩაფხუტი გინდა ზაფხულში დაიფარა გინდა ზამთარში ხარისხიანი უნდა იყოს შეხედეთ უნდა იძლეოდეს რაღაცა და იგივე ნებისმიერი ინდივიდუალური განსხვავება იქნება ამ ჩაფხუტებში რომ აი ცხელ ქვეყანაში ხადია კი ეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის დისკომფორტს მუშაობისთვის და ყურები არ უნდა უჩანდეს კიდე და არ უნდა ეწვებოდეს მართლა სიცხეში მოკლედ აქ რო კარგად არა გვაქვს საქმე მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ უნდა იგივე პროფესიული დაავადებები ხო ჩვენთან პროფესიული დაავადებების კვლევა საერთოდ აღარ ხდება ინსტიტუტები რო გაუქმდა თავის დროზე ხო რეალურად ყველა პროფესიას აქვს თავისი რისკები მათ შორის ჩვენსასაც ხო სულ ჯდომითი სამუშაოები ძღოლები იქნება ნებისმიერ პროფესიას და აი ეს რომ პროფესიული დაავადება და მე რო ჩემი სამსახურიდან გამომდინარე შევიძინე ამის კვლევა არ არსებობს აი რო თქვით რომ რთულია ვერც დაამტკიცებ რომ ხო უნდა დაგიწეროს დასკვნა ვიღაცამ რომ აი იმ სიტუაციაზე მე რო ხერხემლის პრობლემა მაქვს ამ ხედველობის პრობლემა მაქვს თუ გააჩნია რა საქმიანობაც ვეწევი ხო ეს განსულტი რო და რამდენი ჩვენი კოლეგა დარბაზში გარდაიცვალა. რამდენი ჩვენი კოლეგა ეს დარბაზში გადავარდა და გარდაიცვალა. ეს სტრესთან არის დაკავშირებული. ამ ბოლო დროსაც ხო და შესაბამისად ასეთი საკითხების კვლევა არ ხდება. ვერც დაამტკიცებ, რომ მე რო რაღაცა პრობლემა მაქვს ჯანმრთელობის, ეს უკავშირდება ჩემს სამუშაო გარემოს. რთულია, ან შეუძლებელი ხშირად, იმიტომ რომ ამის კვლევითი ინსტიტუტები, რომელიც ამას ჩვენ ადვოკატები ვართ და რაც არ უნდა ვარწმუნოთ მოსამართლე, რომ კი ამის გამო დამემართა რაღაცა ან ჩემს
პრობლემს დაკავშირებული ამასთან. კი ბატონო, ამას თუ ამას არის თვალისწინებს ჩვენ რა უნდა ვქნათ? ითვალისწინებს, თუ დაამტკიცებ, რომ პროფესიული დაავადება თუ დაკავშირებულია სამუშაოსთან, შემიძლია ზიანის ანაზღაურება მოვთხოვო, თუ რაღაცა ისეთი დაზიანება მივიღე, რომ ვერ ვაგრძელებ მუშაობას, საერთოდ შეიძლება დავანიშნინო, ან ასე შემდეგ. არის ამის საშუალებები, მაგრამ ფიზიკურად ეხა ეს ისეთი დავები არის, სადაც ექსპერტმა უნდა დამიდასტუროს ეს, კვლევითმა ინსტიტუტმა უნდა დამიჯგინოს, მე რაც არ უნდა უთხრა, ხო არ დამიჯერებს მოსამართლე მისთვის არასაკმარისია თუ მტკიცებულება არ მოდი გეხოცები ეს აუცილებლად მინდა რომ გავიაროთ დღეს ძალიან საინტერესო ღონისძიებიდან მოვდივართ ჩვენ და ყავდა ეს შეხვედრა, საქმიანი შეხვედრა იყო, ევროკავშირის წარმომადგენლები იყვნენ ექსპერტები და აი შრომითი მიგრაციის საკითხებზე ვიმსჯელეთ და ძალიან მოკლედ რაღაც 10 წუთი დაგვრჩა ალბათ და მე აღარ ჩაგერებით ბატონ ლევან თქვენ გაქვთ კითხვები? არა, უბრალოდ მე კი ვილაპარაკოთ, უბრალოდ მე იმის დამატება მინდოდა, რომ ჩვენ გვყავდა სტომარი, რომ სამწუხაროდ რატო აღნიშნავ ამას, ჩვენ გვყავდა სტომარი, ესე იგი სამშენებლო კოდექსის ავტორი ბატონი ყალიჩავა, რომელმაც თქვა, რომ როდესაც ასეთ ამ კანონს იღებდნენ, გავლენა იყო ძალიან დიდი ბიზნესის. ცხადია იქნებოდა. გავლენა იყო არ გვინდოდაო ჩვენო ნებართვის მისცემა. გავლენა იყო და როდესაც ბიზნესი ერევა ადამიანების კეთილდღეობას კანონ შემოქმედებაში რო ერევა კანონ შემოქმედებაში უკვე ერევა და ეს უკვე პრობლემაა. საერთოდ აი ელზამაც იკითხა ჩარევა გასაგებია, მაგრამ რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ არა ისეთი, რომელიც არ უნდა გადაწონოს ადამიანის უფლებების ხარჯზე, არა. ევროკავშირის ექსპერტები რო ახსენეთ, ეს ფრანგული ორგანიზაცია, ექსპერტების საფრანგეთის განვითარების სააგენტო და საბედნიეროდ გამონახეს მათ გზები, რომ საქართველოში იმუშაონ ამ შრომით სოციალურ საკითხებზე და ძალიან ჩამოვიდნენ აქ იქნებიან თუ დროებით პერიოდულად ექსპერტები წარმომადგენლობაც არის, პერიოდულად ჩამოყავს ექსპერტები და ყოველთვის კოლეგებთან შეხვედრა ვცდილობთ, თუმცა კი, ამ ორგანიზაციას ჩვენთანაც ვაკეთებთ ღონისძიებებს ადვოკატებისთვისაც აუცილებლად და აი ეს ევროპული ღირებულებებზე რო ვსაუბრობთ ევროკავშირი, ამიტომ გვინდა სწორედ რომ აი ეს ასოცირების ხელშეკრულება, სადაც მოვაწერეთ ხელი, ეს არის ძირითადად სავაჭრო შეთანხმება 85%. ეს არ არის ადამიანის უფლებათა დამცველი აქტი თავიდან ბოლომდე, ხო? მაგრამ აი ზუსტად ამ სავაჭრო შეთანხმების ნაწილში ამბობს ასოცირების ხელშეკრულება, რომ კი, უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, მხარი დაუჭიროთ ბიზნეს, განვავითაროთ ეკონომიკა, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ ადამიანის უფლებების ხარჯზე, შრომითი უფლებების და სოციალური სტანდარტების, გარემოს დაცვის ხარჯზე. ანუ აქ კარგად ჩანს, რომ თავარი ღირებულება ამისი არის, რომ პრიორიტეტი არის ადამიანი, ჯერ არის ადამიანი და მერე არის ბიზნესი და მერე ყველაფერი დანარჩენი და ამ გაერთიანებამ ევროკავშირმა გულისხმობა განახლა ჩემი აზრით საუკეთესო პრაქტიკები, რომელიც მოწმობს იმაზე, რომ ეს ერთმანეთთან დაპირისპირებული კი არ არის ბიზნესის განვითარება და ადამიანის უფლებები, როგორც ჩვენთან ისევ დომინირებს ეს აზრები. არამედ პირიქით, მხოლოდ მიიღწევა შედეგი და ადამიანების კეთილდღეობა და მათ შორის ბიზნესის წარმატება, როდესაც ეს ყველაფერი არის ჰარმონიაში ერთმანეთთან და როდესაც ჩვენ ამ ბიზნესს ვაკეთებთ, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე და ასეთი მაგალითები გვაქვს ჩვენ და ამიტომ გვინდა ხო ევროპა და აი ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გულისხმობს შრომითი მიგრაციის საკითხებს. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით, რომელსაც ამდენი მიგრანტი გვყავს საზღვარგარეთ, სამწუხაროდ ბოლო წლებია ეს უარყოფითი სალდო გვაქვს მიგრაციის, აჭარბებს გასულთა ოდენობა, შემოსულებს და გაახალგაზრდავთ ამ მიგრანტთა ასაკი თითქმის 48%, 40 წლის ფარგლებში არიან ეს ადამიანები, ხო? და რეალურად ჩვენ ეკონომიკური დოვლათი ვინც უნდა შექმნას, იგივე ის დემოგრაფიული ფონი, ხა ცალკე გადაცემა სჭირდება ამას, რომელიც გვაქვს სავალალო, საიდან უნდა გქონდეს, როცა ესეთი სოციალურ-ეკონომიკური ფონი გვაქვს, ადამიანები ფიზიკურად არ არიან ქვეყანაში და რა თქმა უნდა შრომითი მიგრაციის საკითხების მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ საზღვარგარეთ დაცული და ასევე ჩვენ ვიყოთ ღირსეული სახელმწიფო, რომელიც შეუქმნით ღირსეულ პირობებს ასევე შრომით მიგრანტებს, რომლებიც ჩამოდიან, შესაბამისი წესით იღებენ ნებართვებს, იმიტომ რომ ის რაც აქამდე გქონდა ქაოსი, სპეციალისტები ვთქვა, აუცილებლად ის ქაოსი რაც არსებობდა, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა 10 წელი. მერე მივიღეთ ფაქტობრივად ფორმალური კანონი 2016 წელს და ის
რომ ვისაც უნდა შემოდის, ყველგან არის ბარიერების გარეშე საქმდება სხვა სფეროში. მე გამოვიდა რომ ერთია რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიდიან, მაგრამ ჩვენ უკვე დანიშნულების ქვეყანად ვიქეცით, ძალიან ბევრ მიგრანტს მასპინძლობთ და არ დავხვდით ჩვენ მათ მომზადებულად, ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო, ჩვენი შრომის ბაზარი, ხო? შესაბამისად გამოვიდა რომ კონკურენციაში კი მარტიდან ამოქმედა ეს რომ შრომით ნებართვები შემოვიდა რა სწორი არის თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოს სადაც შეხვდა კი მე აპრილისში შეიცვალა 15 აპრილს მე მახსოვს გერმანიაში ჩასული ჩვენი მიგრანტების დასაქმების პრობლემა ჩვენ ვიცავთ მათ ძალიან ბევრს ეხაც გვაქვს მიმდინარე და ანუ მე იმის თქვა მინდა რომ იქაც არ არის თლად ისე არა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან სამწუხარო რომ მიგრაცია ყოველთვის არ არის საუკეთესო საშუალება და ამ სოციალურ-ეკონომიკური სიმძიმისგან თავის დაღწევის ეფექტური გზა. რა კარგია რომ მითხარით, რომ კი, მადლობა ამ საშუალებას მოაძლევ. კი, ჩვენ ეს ხო ძალიან გახმაურებული თემა. გამოიძახეს ხალხი, უთხრეს გერმანიაში გასაქმებთო, დაიძრა აღდგა სრულიად დასაქმების მოსურნე ხალხი და წავიდა გერმანიაში და ბოლოს აღმოჩნდა რომ საშინელ პირობებში აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. რა მოხდა ამ კეისში? აი ამით დავასრულოთ. არ არიან გამონაკლისები, ბევრი არ ასეთი პრობლემის წინაშე ზოგის დავები ახლაც გვაქვს, მაგრამ ეს იყო დავა, როდესაც ეს ადამიანები წავიდნენ სახელმწიფო პროგრამით. ამით იყო განსხვავებული გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და საქართველოს მოაწერეს ხელი შესაბამისმა შრომის სამინისტროებმა, რომ სეზონურ სამუშაოებზე დაესაქმებინათ ადამიანები. ათასობით ადამიანმა მიმართა შეარჩიეს პირველი ჯგუფი და როგორც კი ჩავიდნენ გერმანიაში, იქ არ დახვდათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, მინიმალურ ხელფასზე უფრო დაბალ ხელფასს უხდიდნენ და ისიც უხდიდნენ არასაათობრივად, სადაც ვისაუბრეთ, რაც იყო პირობა და როგორც უნდა მოხდარიყო, არამედ დაკრეფილი მოსავლის მიხედვით, რაც გამოზდიოდათ მიზერული თანხები, ბოლოს ამასაც არ უხდიდნენ და მოგმართეს ჩვენ ვეცადეთ ყველანაირად რომ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით დასაქმების სააგენტო საერთოსაც მიმართეთ პარლამენტში ვიყავი პირადად ფულიც არ ქონდათ ნამდვილად ესეთი მდგომარეობა იყო და მე სასამართლოში რომ მიმართეთ ბაჟის თანხაც არ ქონდათ და ყველა ინსტანციაში ჩვენ გადავიხადეთ აქაც ვიჩივრეთ და გერმანიაში ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარენ და შედეგობრივად იმ გერმანიის დასაქმების სააგენტოს იქ უჩივლეთ იმ კომპანიას დასაქმებელს კი და საბოლოოდ ეს თანხები აიღეს მაგრამ ჩვენ დავა მაინც დავტოვეთ აქვს ვითხოვდით მორალური ზიანის ანაზღაურებას ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თქვენ რომ საკონსტიტუციური ვალდებულება რო შენი ქვეყნის მოქალაქე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, უნდა დაიცვა და შენი გაშვებული პროგრამით რო არ კითხულობ, რა მოხდა? კი ბატონო, ეს ქართული ნაკლი გავიგეთ, მაგრამ აი ეს გერმანია რა თქვა? რატო შეგვეშალა ხელია? შეხედეთ გერმანიაშიც და ბევრ სხვა ქვეყანაშიც, რომელიც საუკეთესო მაგალითებს იძლევიან ამ კუთხით, ხდება დარღვევები, ეს ამაზე მოწმობს. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული ასეთი დარღვევებით. მაგრამ განსხვავება ჩვენ ქვეყანასა და გერმანიას შორის ის არის, რომ როცა იქ ვიდავეთ, იმ ადამიანებს დაუდგათ შედეგი მყისიერად და ჩვენ საქართველოში 5 წელიწადზე მეტი ვიდავეთ და ყველა ინსტანციაში ასაშივრა დასაქმების სააგენტომ, რომ იცით რა თანხა მიგვეღო? 800 ლარი მორალური ზიანის ანაზღაურება თითოზე. კი, ხელფასები მორალური არა, ხელფასები და ხარჯების ანაზღაურებაზეა საუბარი და დროში? მალევე, რამდენიმე თვეში მოხდა ეს. მალევე, მაგრამ აქ 2021 წლიდან, აი 26 წელს მოვახდინეთ. გეხვეწები, აი ღამით ხარი და დავასრულე. რატო მოხდა ეს? რა გერმანელებმა რა? ასეთ პირობებზე, აი რა გამართლება აქვს ამას? ვერაფერს ვერ იტყოდნენ, რა თქმა უნდა, ცალსახად იყო თვითონ ეროვნული კანონმდებლობის დარღვევა. ეს ის იმ ქვეყნის ხალხია, რასაც გვინდა იმას უზამთ. არ არის გამორიცხული ჩათვალეს, რომ შერჩებოდათ და სამწუხაროდ ბევრი ასეთი შემთხვევა, სადაც ალბათ შერჩათ და ეხლაც ახალი შემთხვევებიც გვაქვს ასეთი და ვცდილობთ რა დავეხმაროთ ისერ წაიტეხეს ქართულ დასაქმებულებთან? ხო, არ გამოვიდა კარგად ეს ყველაფერი, მაგრამ აი განსხვავება ისე და ისე მაგას ვამბობ, ის არის რომ ეს პროექტი გაჩერდა? განსხვავება რა არის? ის არის რომ იქ შეძლეს მათ ამ მექანიზმების გამოყენებით, უფლებების დაცვა შეძლეს და აქ დაუწევთ დროში. სრული კონტროლი არ არსებობს, მაგრამ მყისერად დაუნაზღაურეს თანხა ნიშნავს იმას რომ კი და აქ წარმოიდგინეთ რაღაც მიზერულ თანხებზე ჯერ 400 ლარი დააკისრა სასამართლომ პირველ ინსტანცია 800 ამდენი წეს მერე რა არიან ეს 800 ლარი და
რო დაამთავრდა დავა ნახევარს ფაქტობრივად არც ქონდა საბანკო ანგარიში, რომ თანხა ჩაერიცხა და ცალკე ამაზე მოგვიწია მე. ოჯახები გამწარებული მიდის სამხდა. ეს არის დიდი სტრესი და ტრაგედიები, ეს არის ადამიანების ტრაგედიები რეალურად და მათი ოჯახების. საქართველოში პრაქტიკა ისეთია მორალურ ზიანთან დაკავშირებით. არასახარბიელო კი არა, შეურაცხმყოფელი არის და ხანდახან მე მithქვავს ხოლმე რომ მაგალითად მორალური ზიანი სრულიად სიმბოლურად უნდა დააკისრო რომ 1 ლარი, იმიტომ რომ 200 ლარს და 100 ლარს და 400 ლარსო დაგაკისრებენ. რა ქვია ამას ამდენი წლის მიმართულებით მორალური ზიანი და აუნაზღაურებელი პრაქტიკულად. ეს ჩვენი მორალი იყიდება კაპიტალიზმის. ხო და არა, აი წარმოიდგინეთ ადამიანს. მართლა 1 ლარად უნდა მოკითხო, ანუ პრეცედენტი უნდა დაადგინო რომ მორალური ზიანი აგინაზღაურა და მათხოვრის მდგომარეობაში კი არ უნდა ჩავარდე. შენ უნდა ჩააყენო მათხოვრის მდგომარეობაში ეს სახელმწიფო, რომ შენ იმდენიც არ იცი, ჩემი მორალური ზიანი რამდენია. სამი ინსტანცია რო გედავება ამაზე. ხო და ამიტომ აი 1 ლარი უნდა დააკისრო. უნდა შეარწყვინო, სხვა გამოსავალი რა გვაქვს? არ მგონია ესეც იყოს ეფექტური გზა. 1 ლარსო დავაკისრეთ, რა ვიცი, მე მგონია სიხარულით ამის გამო ახლა არა 1 ლარს დიდად არ შეწუხდები. 1 ლარს რო ჩაგირისხავენ და ბანკი რო 4 ლარს მომსახურების სამსახურს დაგიწევს. ხო. ეგ იქნება ყველაზე. აგერ დააკისრეთ. 1 ლარს რო იხდი, 1 ლარს და ბანკი 4 ლარს გიწევს მომსახურების. აუ მაგარი თემა იქნება. სასაცილოა რა. და მე გამოვა იმ ბანკის წარმომადგენელი და დამიწყებს ლაპარაკს დემოკრატიაზე და ხალხზე ზრუნავო. წარმოგიდგენია 1 ლარიანი ნახევრიანი ტრანზაქციაში 4 ლარი მომსახურება. ამიტომ ხალხო თქვენ აღნიშნეთ რომ ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივები გვაქვს, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას ხდება პრობლემები და გვაქვს შეფერხებები. აი ეს ჩვენი გადაცემა და პოდკასტი. იმიტომ არის რომ იქნება ამ ხმაურით, იქნება ამ ყვირილი და აი ამ რაღაცა შეხსენებით რაღაც ფონს გავიდეთ და მათ შორის აი ეს საკითხიც მოგვარდეს დასაწყისად მიგრაცია. გონიერი, აი ერთ სიტყვას ვიტყვი და მოდი მართლა უნდა დავაზო, გონიერი ხელისუფალი ჩვენაირ ხალხს უნდა ეძებდეს სანთლით, რომ ერთი დაჯექი და მითხარი რა, სად მიჭირს, სად არა ვარ სწორი, რომ გამოვასწოროო და თუ მოგვისმენენ, ხო კარგი და თუ არა ჩვენ ამისთვის თქვენი თანები მოსულან და წასულან რა და ჩვენ ისევ აქ ვიქნებით. მოდი რა ისა ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ხო არ დაგჭირა რაიმე ისეთი სათქმელი, რომელიც ისეთი თემა ჩვენ ვერ ამოწურავთ ახლა ყველაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ინფორმაციული საკითხები გავაჟღერეთ. ოთელვა იყო ახლა, მოდი დარწმუნებული ვარ, მოველი რომ ძალიან კონკრეტული და ლამაზი და კარგი სათქმელით მოხვალ შენ ალბათ იმედი მაქვს, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა კარგი ამბებით დაგვიძახეთ სტუდიაში. დაგვიძახეთ, შეგვეხმიანეთ. ხარში დაგიდგებით ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება ჟურნალისტური მოღვაწეობით. მოკლედ დიდი მადლობა დღევანდელი ლამაზი და საინტერესო ლამაზ მე რას ვეძახი იცი აჭარლემა როიციან მოდი ხლა ლამაზობით ანუ კარგად კეთილად სასარგებლოდ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ეს სისტემებია პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო რომლებიც ალბათ თქვენს ძალიან თქვენი მოსახლეობის ანუ ყველაზე ისეთ ნაწილს დააინტერესებს ახალგაზრდებს განსაკუთრებით ყველასთვის მნიშვნელოვანი არ არის და სუბიექტური დარწმუნებული ვარ რომ აი ამ ეპიზოდს ისევე როგორც ჩვენ სხვა ეპიზოდებსაც თანდათან ძალას იკრებს ჩვენი პოდკასტი და ძალიან დიდი და სერიოზული გამოხმაურება მოყვება. მოგვაწოდეთ კითხვები, მოგვაწოდეთ საინტერესო საკითხები, კონკრეტული кейსები, აი ხელმისაწვდომობა გექნებათ რომ აი ესეთ არაჩვეულებრივ ქალბატონთან როგორიც არის რაისა ლიპარტელიანი ჩვენი სტუმარი კონდეთ წდომა მივაწვდინოთ თუნდაც მას ხმა იმიტომ რომ მუშაობს ეს ადამიანი სწორედ შრომისთან დაკავშირებით არაერთ შრომით დავაში გვინახავს ჩვენ ხმალა მოღებული და ძალიან აქტიური ასე რომ ჩვენი პოდკასტი თქვენთვის იქნება შესაძლებლობა თუ კი მოგვაწოდებთ ამ შეკითხვებს ჩვენ რაისასთან რა გიჭირთ ხელმისაწვდომობა რაისა ესე მარტივი დასაჭერი ადამიანი არ არის რაისა ეხლა ჩემოდანი აგერა აქ და რომ გავა მიფრინავს ამაღა რა ვქნათ ჩვენი პოდკასტის პატივისცემით ჩვენი გადაცემის პატივისცემით რაისას წავარდით მადლობა პირიქით მადლობა რომ რისთვისაც გმადლობ რაისა კეთილი მგზავრობა
და თქვენი კარგი გამოცდილებები ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო იქნება და ის კი არა რომ ჩვენ დაგიძახოთ თქვენ შეგვახსენეთ გითხარით რომ ხალხო აი ესეთი თემაა და მოდი ხო ამაზე ვილაპარაკოთ ჩვენ ყოველთვის აქ ვიქნებით. მადლობა. თქვენი იმედი რა თქმა უნდა მაქვს და ძალიან კარგია რომ არსებობთ. რომ არა თქვენაირი ადამიანები ალბათ კიდე მეტ პრობლემაზე შეგვეძლო დღეს გვესაუბრა, მაგრამ რაღაც მიღწევები მაინც ზუსტად ასეთ შრომას და ასეთ ბრძოლებს უკავშირდება და ძალიან კარგია და მიხარია. წარმატებით. მადლობა.